სულ უფრო ცოტა დრო რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაწყებამდე. ის 4 ოქტომბერს გაიმართება. ფოთიდან მასში მონაწილეობას 4 პარტია მიიღებს. ერთ-ერთია გახარია საქართველოსთვის. პარტიის ოფისში დღეს შეხვედრა გაიმართა. მათი წარმომადგენლების თქმით, ფოთში არაერთი პრობლემაა. მათ შორისაა სამშობიარო სახლის არქონა, წყალარინების სისტემის მოუწესრიგებლობა, ასევე პრობლემურია პენსიონერთა საკითხი. მათი თქმით, ისინი გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას შეეცდებიან. ასევე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გრძელდება კარდაკარ მოქალაქეებთან შეხვედრა. საარჩევნო კამპანია მიდის ინტენსიურად, უკვე შევიდა ცოტა ესეთ ფაზაში, რომ ყველა ჩვენი მაჟორიტარები მუშაობენ კარდაკარ. ძალიან მოიხსენება ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში, მაგრამ როგორც ასეთი ძირითადი პრობლემები, რაც შეეხება ჩვენს რიონის არხს, საკანალიზაციო სისტემას, თეატრს და ბევრი პრობლემები გვაქვს ქალაქში, მაგრამ ძირითადად მაინც ეს პრობლემები, რაც შეეხება რიონს, საკანალიზაციო სისტემას, წყალარინის სისტემას, ეს უკვე დიდი პრობლემაა ჩვენი ქალაქის. რა თქმა უნდა, ქალაქი ხშირად იტყორება, მოიხსენებათ პერიოდიც ისეთია ახლა, ამას ხედავს მოსახლეობა, მაგრამ თუ არ ჩაიდო აი ამ საქმეში დიდი თანხა, აქ აი ლოკაციებზე მუშაობით შორს ვერ ზავალთ. ამიტომ ერთიანი დიდი თანხა უნდა ჩაიდოს იმისათვის, რომ ეს დიდი პრობლემა მოგვიდეს ჩვენს ქალაქში. რაც შეეხება რიონს, აი გალერეებს, რომელიც წყალსარიაბრო სისტემიდან ჩაედინება ჯერ გარეუბნებაში და მერე უკვე რიონში, მდინარეში, ეს აბსოლუტურად ყველგან გაჩერებული, არც ერთი გალერეა არ მუშაობდა. ამიტომ ეს გლობალური პრობლემაა ჩვენი ქალაქის. რა თქმა უნდა, პენსიონერების პრობლემა ეს უკვე მასშტაბურია, ხო? ჩვენ მარტო ამას ჩვენი ქალაქი ვერ მოგვარებს, თუ ცენტრალიზებულად ეს არ მოგვარდა. რაც შეეხება თეატრს, რაც შეეხება ავტოსადგური ქალაქში უნდა იყოს, ნავსადგური უნდა იყოს აფრთხო ქალაქში, ხო, გუნდებია. ძალიან ბევრი პრობლემებია. ფოთელი ბავშვები მიბადებოდნენ სენაკში წლები, ახლა სენაკში დაჭერდა და ფოთელი ბავშვებს ეწერებათ დაიბადა ქუთაისში, დაიბადა ბათუმში, დაიბადა სენაკში. უხერხული სიტუაციაა. ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს ქალაქში. აი თუ გინდა დიალიზის პრობლემა. აპოთის ეს რაც შეეხება კაბინეტებს, დიალიზის და მეგონია დასამატებელია. გაკეთდა, რა თქმა უნდა, რაც გაკეთდა კარგია, მაგრამ მეტია გასაკეთებელი და ამაზე რა თქმა უნდა პირველ რიგში ვიზრუნებთ დიალიზის ვინც აგებულს დიალიზის პროგრამა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.